კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მათი სამგზვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისაც კი უწოდებენ. შესანიშნავად წვენს საჭმლის მონელებელ ტრაქტს. მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში 1 კონა კამის შეჭმა. იყენებდნენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს. კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც. სასარგებლოა გულსიცრცხლთან, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად თვალებისთვის. ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს, ქრონიკული კორონალური უკმარისობისას. ერთი ჩაისკოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე რაოდენობის ხმელი კამის დაღიჭვა აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას. ეფექტურია ბრონქული ასთმის დროს. ცალკე უნდა აღინიშნოს კამის ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება. ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში სასარგებლოა კამის თესლის ნაყენი. კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. მისი ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის ნევროზის, მუცლისყრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს. ხალხური მედიცინის მიხედვით უძილობის სამკურნალოდ წვრილად დაჭრილ 2 ჩაისკოვს კამას დავასხათ 1 ჩაისჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10 წუთით. მივიღოთ 3 დღეში. მედიკამენტურ საშუალებებთან შედარებით იგი უფრო რბილად მოქმედებს და არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები.